მოგესალმებით მეგობრებო, მოგზაური მამაშვილი. ეხლა გახლავთ 24 მაისი, გადაცდა ღამის 12 საათს და გადავწყვეტ პატარა შორტ ვიდეო გადავგეღო. და საბასთვის მაქვს სიურპრიზი, ეს ამას ყველაფერს იხილავთ შემდეგ სრულად ვიდეოში, რას ვაპირებთ. და ახლა პატარა საჩუქარი არ ელოდება, იცის რაღაც რო მაქვს მომზადებული, მაგრამ რა არის, არ იცის, ასე რომ თვალ დახუჭე. ოღონდ არ მოიტყუო. აი ესე. აი მიფარჯობია. პირველი საჩუქარი აქეთ ამალული მაქვს, ავიღებ. პირველი საჩუქარი როგორც მუსიკოსმა მუსიკოს. აი, პირველი თქვენ განახებთ. განხილ თვალი? ეს როგორც საუკეთესო დრამერს გილოცავ დამატების დღე შემო? მადლობა. ვაშკაცო? მოგეწონა? კი. ხოშოს კარგი ჯოხები მართლა. კი. კარგი, გადადები ჯოხები? დახუჭე ისევ თვალი? და კულმინაცია, აი. დათხარ? მოდი ჯერ მაყურებელს ვანახოთ. აი. ძალიან მაგარია ჩემს. ბევრი ვიფიქრე რამე ჩუქებია და გადავწყვეტე ეს. 3 2 1 როგორც იუთუბერი იუთუბერს. ნუ იუთუბერები ვართ ორი, მაგრამ ვა, დრონი. ხოდაშორის მეგობრებო, სანამ ახლა ეს ამოსწნის, ერთ-ერთმა ჩვენმა გამომწერმა მომაწოდა ინფორმაცია, რომ მისივე მეგობარს, რომელიც ისიც ჩვენი გამომწერი გახლავთ, აქვს დაბადების დღე, დაემთხვა საბას დაბადების დღე და იმ ადამიანის დაბადების დღე და ომარ პაპუაშვილს ველოცავთ დაბადების დღეს მოგზაური მამაშვილი, უსურვებ ჯანმრთელობას, ბედნიერებას და ყველაფერს საუკეთესოს. ხო ველოცავ შენს? კი. როგორია, აბა? აი მეგობრებო, დრონი. მეორე ვიფიქრე რამე ჩუქებია და გადავწყვეტე რომ ეს ყოფილიყო საჩუქარი. როგორია? ძალიან მაგარია. მოგეწონა? კი. მოკლედ, ხვალ მივდივარ თბილისში და რას გავაკეთებთ, რას გადავიღებთ, რას სიურპრიზს ვუმზადებ საბას არ ვეთქვი. აქ ტელეფონი და ამას იხილავთ სრულად ძალიან მალე ვიდეოში. და ეს მისივე თვალებით იხილავს. სად ხარ? კი. ხვალინდელ დღეს უსვათ ხარ? კი. ხვალ მივგზავნებით თბილისში. გადავწყვეტე ბევრი ფიქრის შემდეგ, რომ დედაქალაქში გამეკეთებია ამისთვის სიურპრიზი. ასე რომ ნახოთ რა გამოგვივა. კიდევ ერთხელ გილოცავ ჩემო კარგო. და ყველაფერს საუკეთესოს გისურვებ ცხოვრებაში. აბა ვნახოთ. დაწეროთ კომენტარებში რა გგონიათ, რა მექნება სიურპრიზი, აბა, ვინ გამოიცნობს. და კიდევ ერთხელ მივლოცოთ დაბადების დღე ჩვენ პატარა მუსიკოს და ახლა უკვე იუთუბერს. აბა დროებით.